გამოვაცხოთ ორჯერ გამომცხვარი ორცხობილები, რომლის მომზადებაშიც კენვუდის სუპერ დუპერ მიქსერი დამეხმარება. მიქსერის თასში გადავიტანე კვერცხი და შაქარი, გავთქვეფე გათეთრებამდე. ამ მიქსერს 3 თავაკი მოყვება. ამ თავაკით კი იდეალურად იტკვიფება თხევადი ინგრედიენტები. შემდეგ დავუმატე ოთახის ტემპერატურის კარაქი და ისევ გავაგრძელებინეთ ქვეფა. არ შემიძლია არ აღვნიშნო როგორი ლამაზი და კომპაქტურია ეს მიქსერი და გარდა სილამაზისა ძალიან ხარისხიანია. ხელის შეხებით მომენტალურად დარწმუნდებით მის სრულყოფილებაში. შემდეგ დავუმატე ფქვილი, გამაფუერებელი და ვანილი. გამოვცვალე თავაკი და გავუკეთე უკვე ცომსაზელი თავაკი. ამასობაში დამავიწყდა ლიმონის სიდრის დახეხვა და სასწრაფოდ დავუმატე ფქვილთან ერთად. შემდეგ დავუმატე დაქუცმაცებული ნიგოზი, ქიშმიში და დარჩენილი ფქვილი. იდეალური ცომი მozilla, თან უსწრაფესად. ცომი გადავიტანე სამუშაო მაგიდაზე და სულ ცოტა ფქვილთან ერთად კიდევ ერთხელ ხელით დავამუშავე. მივეცი ისეთი ფორმა, როგორცაც კადრში ხედავთ. გადავიტანე საცხობ ლანგარზე და ვაწვე 180 გრადუსზე 30 წუთი. შემდეგ 10 წუთი გავაგრილე, დავჭერი და კიდევ 10 წუთით დავაბრუნე ღუმელში. რომ გაგრილდა ნახევარი ორცხობილა ამოვავლე თეთრ შოკოლადში. მოვაყარე ნიგოზი და კოწახური. შოკოლადიც გაშრა და ეხლა უკვე შეიძლება მირთმევა. გემრიელად მიირთვით.